ბათუმის აეროპორტში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ცნობილი თაღლითი საიმონ ლევიევი დააკავეს. ისრაელელი კაცი, რომელსაც მთელი მსოფლიო ტინდერის თაღლითის სახელწოდებით იცნობს. საქმე ის არის, რომ 35 წლის ლევიევი წლების განმავლობაში ქალებს ონლაინ გაცნობის აპლიკაციის ტინდერის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს აცნობდა როგორც ბრილიანტების მაგნატის ლევ ლევიევის მემკვიდრედ. შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს ძალავდა. ამ გზაზე ეფექტიან მეთოდად თაღლითი ბუფუნების საგნების დემონსტრირებასა და ინსტაგრამზე წარმატებული და მდიდარი ახალგაზრდის იმიჯის შექმნას იყენებდა. მის გვერდზე უამრავი ძვირადღირებული ბრენდის სპორტული ავტომობილი, იახტა თუ მდიდრული ცხოვრების სხვა ატრიბუტი იყო წარმოდგენილი, რომლებიც ქალებს მათ დაუნებურად მახეში ახვევდა და ლევიევის თაღლითობის მსხვერპლად აქცევდა. სქემა ასე მუშაობდა. საიმონი ტინდერის პროფილით ირწმუნებოდა, რომ ბრილიანტებით მოვაჭრეა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ფული, რომელსაც პაემნებზე ხარჯავდა, რეალურად თაღლითური გზებით სხვა ქალებისთვის ჰქონდა გამორთმეული. როცა ის მსხვერპლს იპოვიდა, ატყუებდა, რომ საფრთხის ქვეშ იყო. ან ეუბნებოდა, რომ ძალაუფლების მქონე მტრებმა საბანკო ანგარიშები გაუყინეს. მსხვერპლი ქალები მის დასახსნელად წლების განმავლობაში დაგროვებულ თანხებს იმეტებდნენ, ან საბანკო სესხს იღებდნენ. საერთო ჯამში ამ სქემის წყალობით თაღლითმა 10 მილიონი დოლარის მოგროვება მოახერხა. ლევიევის თაღლითობის ამბებმა Netflix-ის ყურამდეც მიაღწია და მის საგმირო საქმეებს დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვნეს. შოუში ლევიევის სამმა მსხვერპლმა გულახდილად ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ ნანობდნენ ჯერ მასთან შეხვედრაზე დათანხმებას და შემდგომ მის ტყუილებზე წამოგებას. ამ ყველაფრის ფონზე კი ჩნდება კითხვა: თუ ყველამ ყველაფერი იცოდა, ისრაელიდან ამერიკამდე და უკან, რატომ ჰქონდა მას ამდენი ხნის განმავლობაში ამ დოზითა და მასშტაბით კრიმინალის ჩადენის შესაძლებლობა? რეალურად მის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერი კარგად იცოდნენ. მან კრიმინალური საქმიანობა 20 წლის ასაკში დაიწყო და გაასამართლეს გაყალბებებისა და თაღლითობისთვის. 2011 წელს ყალბი პასპორტის გამოყენებით ის ისრაელიდან იორდანიის გავლით ევროპისკენ გაემართა, რათა ციხე აეცილებინა. მალევე გამოძიება მის შესახებ ევროპაშიც დაიწყეს. ნორვეგიელი ჟურნალისტების გამოძიების წყალობით 2019 წელს ის საბერძნეთში დააკავეს. ისევ ყალბი დოკუმენტების გამო. პარალელურად ამ დროისთვის უკვე იყო საერთაშორისო ძებნაში თაღლითობის გამო. მალევე ისრაელში მოხდა მისი ექსტრადირება, სადაც 15 თვიანი პატიმრობა და 53,000 დოლარის ოდენობის ჯარიმა მიესაჯა ჩეკის გაყალბებისა და მოტყუებისთვის. თუმცა 5 თვის შემდეგ, 2021 წლის მაისში, ის გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ COVID პანდემიის გამო ციხეებში პატიმართა რაოდენობა უნდა შეემცირებინათ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც ირკვევა, ის თავისუფლად მოგზაურობდა მსოფლიოს მასშტაბით და მეტიც თაღლითობის ბაზარზე გამდიდრების ახალ-ახალი სქემებითაც პოზიციონირებდა. თუმცა ახლა საქართველოში რა გახდა მისი დაკავების საფუძველი, ჯერჯერობით უცნობია, მათ შორის მისი ადვოკატებისთვისაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი საიმონ ლევიევი ინტერპოლის მიერ არის ძებნილი და დაკავებაც ამის ფარგლებში მოხდა. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ლევიევს ბრალი ოფიციალურად წარედგინება.